მოკლედ, ყურადღებით, თქვენს ბიზნესს შესაძლოა ათასობით ლარის ზარალი მიადგეს თუ ამ რეგულაციას არ იცნობთ. დღეს განვიხილავთ ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ თემას. ეს არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. ხო, ვიცი რთულად ჟღერს, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ ნარჩენების მართვა მხოლოდ მუნიციპალიტეტის საქმეა, მაგრად ცდებით. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ვნახოთ, რეალურად რა სითხოვს კანონი. აბა, შემოგაქვთ ან ყიდით ელექტრონიკას, საბურავებს ან თუნდაც ბატარეებს საქართველოში? თუ ამ კითხვაზე თქვენი პასუხი არის კი, მაშინ სკროლვას შეწყვეტეთ და დამაკვირდით. ბიზნესის მფლობელებს ხშირად გონიათ ხოლმე, რომ თუ რაღაც გიგანტურ ქარხანას არ ფლობენ, მსგავსი რეგულაციები მათ არ ეხებათ. სინამდვილეში კი თუ ამ პროდუქციასთან ოდნავი შეხება მაინც გაქვთ, უკვე რისკის ზონაში ხართ მოგობრებო. საერთოდ, რა არის ეს წარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, იგივე MGV? მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის ბიზნესის კანონისმიერი ვალდებულება იზრუნოს თავისი პროდუქტის ნარჩენებზე მას შემდეგაც კი, რაც მისი სასიცოცხლო ციკლი დასრულდება. ანუ, თქვენი პასუხისმგებლობა არ მთავრდება გაყიდვის მომენტში. კანონით პირდაპირ გევალებად უზრუნველყოთ ამ პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, რეციკლირება და ბოლოს გარემოსთვის უსაფრთხოდ განთავსება. ახლა, შეგეშინდებათ, კანონი აბსოლუტურად ყველაფერზე არ ვრცელდება. საუბარია კონკრეტულ სპეციფიკურ ნარჩენებზე. ესენია შეფუთვა, ზეთები, საბურავები, სატრანსპორტო საშუალებები, ბატარეები და ელექტრონული მოწყობილობები. რატომ მაინც და მაინც ესენი? იმიტომ რომ ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ბუნებაში მოხვედრისას გარემოს სერიოზულ ზიანს აყენებს. ზუსტად ამიტომ სახელმწიფო ითხოვს მათზე მკაცრ კონტროლს ბიზნესის მხრიდან. ვის ეხება ეს კანონი? იცით, ტერმინი მწარმოებელი კანონში ბევრად უფრო ფართო გაგებისაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში ეხება უშუალო მწარმოებლებს, ვინც საქართველოში ამზადებს პროდუქციას, მაგრამ რაც მთავარია, ის ასევე ეხება ბაზარზე განმათავსებლებსაც. რას ნიშნავს ეს? თუ თქვენ შემოგაქვთ ეს პროდუქტები, ანუ იმპორტს აკეთებთ და პირველი აწვდით ადგილობრივ ბაზარს, იურიდიულად თქვენს მწარმოებლად ითვლებით, ასე რომ იმპორტიორებო და დისტრიბუტორებო ეს ვალდებულება პირდაპირ თქვენზეც გადმოდის. თქვენი იურიდიული გეგმა, როგორ დავიცვათ კანონი? მოკლედ, აქ არის სამი აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც დაუყოვნებლივად უნდა გადადგათ. პირველი, სანამ პროდუქტს ბაზარზე განათავსებთ, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეთ MGV-ის ელექტრონულ რეესტრში. მეორე, ვალდებული ხართ გაწევრიანდეთ MGV-ის ორგანიზაციაში, ან თუ გნებავთ ინდივიდუალურად შექმნათ ის. და მესამე, ხოლოდ რეგისტრაცია არ არის საკმარისი, თქვენ მუდმივად უნდა წარადგინათ სამოქმედო გეგმები და უკვე შესრულებული სამუშაოს წლიური ანგანიშები. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა. რა არის ეს MGV-ის ორგანიზაცია? ეს არის არაკომერციული იურიდიული პირი, რომლის მთავარი მიზანია, რომ თქვენი, ანუ მწარმოებლებისა და იმპორტიორების სახელით შეასრულოს ნარჩენების შეგროვებისა და რეციკლირების ვალდებულება. ამ ორგანიზაციის წევრები იხდიან ეგრეთ წოდებულ რეციკლირების წინასწარ შენატანს თავიანთი წილის მიხედვით და მერე ორგანიზაცია ზუსტად ამ თანხით უზრუნველყოფს გარემოს დაცვას. აუცილებლად დაიმახსოვრეთ ეს ორი კრიტიკული თარიღი. ყოველწლიურად არაუგვიანეს 15 ნოემბრისა სამინისტროს უნდა წარუდგინოთ მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა, ხოლო 20 აპრილამდე აუცილებლად უნდა ჩაბარდეს გაწეული საქმიანობის დეტალური წლიური ანგარიში. გახსოვდეთ, ვადების დარღვევა პირდაპირ კანონის დარღვევას უდრის და მარეგულირებელი ამას ნამდვილად არავის პატიობს. მთავარი საფრთხე, მკაცრი ჯარიმები და სანქციები. ახლა კი ყველაზე მტკივნეული ნაწილი. ჯარიმები. პირველი ჯარიმა არის 2000 ლარი. ვის ეკისრება ის? თუ თქვენ ხართ დისტრიბუტორი და ბაზარზე განათავსებთ ისეთ პროდუქტს, რომლის მწარმოებელი ან იმპორტიორი არ არის დარეგისტრირებული რეესტრში, დაჯარიმდებით ზუსტად 2000 ლარით. იგივე ჯარიმა მოქმედებს ტექნიკური მოთხოვნების დარღვევის დროსაც. ანუ დაფიქრდით, თქვენ პასუხისმგებელი ხართ იმაზეც კი, თუ ვისგან შემოგაქვთ პროდუქცია. თუმცა, ეგ მხოლოდ დასაწყისია. 5000 ლარი. ეს უკვე ის ჯარიმაა, რომელიც უშუალოდ მწარმოებელს ან იმპორტიორს ეკისრება. მაგალითად, თუ შემოიტანთ საბურავებს ან ელექტრონიკას ისე, რომ არ დარეგისტრირდებით რეესტრში, ჯარიმა პირდაპირ 5000 ლარია. და ეს კიდევ არ არის ყველაფერი. დამატებით 5000 ლარით დაჯარიმდებით, თუ საქმიანობას განახორციელებთ სამგულეს ორგანიზაციაში გაწევრიანების გარეშე. სერიოზული ციფრებია დამეთანხმებით. და არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ფორმალური რეგისტრაცია რამეს გიშველით. მცდარი ინფორმაციის წარდგენა, არასწორი ანგარიშგება ან რეგისტრაციის პირობების დარღვევაც ძალიან მკაცრად ისჭება. ამ საქმეში გამჭვირვალობა და სიზუსტე უმთავრესია. სახელმწიფო პირდაპირ ელის, რომ თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, რამდენი სპეციფიკური ნარჩენი წარმოქმნა თქვენმა ბიზნესმა. ბოლოს კი მინდა ერთი კრიტიკული კითხვა დაგისვათ. არის თუ არა თქვენი ბიზნესი ამჟამად სრულად რეგისტრირებული, თუ დღესვე 5000 ლარიანი ჯარიმის რისკის ქვეშ ხართ?
წარმოებლის გაფართოებული ვალდებულება უკვე მოქმედი ძალიან მკაცრი კანონია. სასწრაფოდ გადახედეთ თქვენს საწყობებს, პროცესებს და იმოქმედეთ დაუყოვნებლივ. ხართ თუ არა რისკის ქვეშ? დაგვიწერეთ კომენტარებში ან აუცილებლად გაუზიარეთ ეს გარჩევა თქვენს ბიზნეს პარტნიორებს, რათა თავიდან აიცილონ უზარმაზარი ჯარიმები.